კარგი, ყურანი არის უფრო ახალგაზრდა ბიბლიაზე 600 წლით, ხო? კი, ეგ სწორია. და ახალი აღთქმა უფრო ახალგაზრდა ვიდრე ძველი აღთქმა, ხო? კი, მაგრამ უფრო ძველია ვიდრე ყურანი. მაიცა? კარგი, მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ ახალი აღთქმა? იმიტომ რომ ის არის დაწერილი, არის დაფუძნებული ღმერთის სიტყვაზე. ყურანი სადაფუძნებული ღმერთის სიტყვაზე. მე ვიძახი, რომ ყურანი არის საერთო სხვანაირი რწმენის სისტემა. არა, ახალი აღთქმა საერთო სხვანაირი სისტემა. ყურანი და თორა ძველი აღთქმა ახლოსაა. ახალი აღთქმა არის როგორც წარმართული ბერძნული ზევსი. გინდა და გიმტკიცო. მიდი და მიმტკიცე. ებრაელთა მიმართ წერია. სისხლის გათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება. სად არის ეს თორაში? არ ვიცი, არ წამიგითხავს თორა, არ არსებობს თორაში, მაგრამ შეხოთქვი, რომ ერთმანეთს უნდა ემსგავსოს. თორაში წერია თუ დალევ სისხლს, რომ სიცოცხლეა ეს და ხალხი უნდა გაგაგდოს. ახალ აღთქმაში კი იესო იძახის დალიე ჩემი სისხლი და ჭამი ჩემი ხორცი. შეხო ყოველკვირა დავდიხარ ეკლესიაში. ყურანი ეშმაკის სიტყვაა. შენ და ყველა მუსლიმი. მე იყო დაიგრუზე. მიდი დაიგრუზე. კაი გზნობა, წაგება.